ბაჩიაშვილის ციხეში წამებაზე განცხადებას ავრცელებენ მისი ამერიკელი ადვოკატებიც, ამსტერდამი და პარტნიორები თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ოლიგარქს აკისრებენ. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზებული პოლიტიკურად მოტივირებული კამპანიის უახლესი ესკალაცია იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც რეჟიმის ფაქტობრივი ლიდერის დაუმორჩილებლობისთვის არის დაპატიმრებული. ვკითხულობთ განცხადებაში. ეს იყო წამება, რომელიც სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდა. საქართველოს ხელისუფლებათან ამონაწილეა და ჩვენ ამ მძიმე ინციდენტის შესახებ საერთაშორისო ორგანოებს ვაცნობებთ, ციტირებს ტექსტი რობერტ ამსტერდამს. ქართველი პოლიტიკური პატიმარი გიორგი ბაჩიაშვილი სასტიკად სცემეს საპატიმროში. მიუხედავად იმისა, რომ ის მოთავსებული იყო იზოლატორში და იმყოფებოდა ვიდეო თვალთვალის ქვეშ, 2025 წლის 11 ივლისს საღამოს ციხის ადმინისტრაციამ მის საკანში შეუშვა შესაბამისი ფიზიკური აღნაგობის მქონე მამაკაცი. აღნიშნულმა პირმა სასტიკად სცემა ბაჩიაშვილს, რომელმაც გონება დაკარგა, თავდასხმელმა ისე ძლიერად უკბინა. ცემის დროს ციხის მცველმა კარი გააღო, თუმცა თავდასხმელის ბრძანებით ისევ დაკეტა. ბაჩიაშვილმა მიიღო მძიმე დაზიანებები, მათ შორის თავის ტრავმა. ეს იყო მკაფიო წამება, რომელიც განხორციელდა სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ. ხელისუფლება თანამონაწილეა ამ თავდასხმის და ჩვენ ამ საგანგაშო ფაქტის შესახებ საერთაშორისო ინსტანციებს ვაცნობებთ.